ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი, თეა წულუკიანი, ლევან მურუსიძე, მერაბ ტურავა და ივანიშვილის სხვა მსახურები ევროკავშირში პრივილეგირებულ მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. უკვე ოფიციალურად ევროკავშირის ქვეყნების საგარეო მინისტრებმა ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ პირველი სანქცია ამოქმედეს. დიპლომატიური პასპორტების მფლობელები შენგენის ზონაში უვიზოდ ვეღარ შევლენ და ვიზის მოთხოვნის დროსაც მათთვის შეღავათები არ იმოქმედებს. სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეჩერდება შემდეგი კატეგორიებისთვის. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებაში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრები, დიპლომატიური პასპორტების მფლობელები. პირველი ერთობლივი სანქციის მიზეზი ქართული ოცნების რუსული პოლიტიკაა. გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად ამ შეზღუდვის მთავარი სამიზნეც ოლიგარქიული რეჟიმი და მისი მსახურები არიან. ქართველი ხალხი კი ევროპაში ისევ უვიზოდ იფრენს და მათ შეზღუდვა არ შეეხება. გადაწყვეტილება ბრიუსელში პირველმა დიპლომატებმა მიიღეს. შეხვედრის დაწყებამდე უკვე ნათელი იყო, რომ დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ქართულ ოცნებას სანქციით უპასუხებდა. ჩვენ დღეს განვიხილავთ სიტუაციას საქართველოში. ჩვენ უკვე დავაწესეთ ვიზა ლიბერალიზაციის შეზღუდვა დიპლომატიური პასპორტებისთვის. ჩვენ ასევე შევუჩერეთ ფინანსური დახმარება მთავრობას და ვაძლევთ ამ თანხებს არასამთავრობოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ახლა ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია. Aux diplomates, aux officiels du gouvernement georgien. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის. ეს არის პასუხი იმ ძალადობაზე, რომელიც ხორციელდება დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ქართველი ხალხი სისტემატიურად აფიქსირებს თავის სწრაფვას დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი და მათი ხმა უნდა იქნას გაგონილი. ევროპელ დიპლომატებს რეჟიმის წინააღმდეგ უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა სურთ. მაგალითად ისეთი, როგორიცაა პერსონალური სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ. გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ოცნების და პუტინის მაშველი რგოლი სლოვაკეთი და უნგრეთი ბლოკავს. ამიტომ წევრი ქვეყნები სათადარიგო გეგმაზე მუშაობენ და აპირებენ სანქციები ეროვნულ დონეზე დააწესონ. ისე როგორც ეს გერმანიამ გააკეთა და რეჟიმის 9 მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალურ სანქციებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე. ამ ეტაპზე საუბარია საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე. რაც შეეხება ჟურნალისტების თავისუფლებას, მე ძალიან ვარ შეშფოთებული და სწორედ ამიტომ გამოყო ნიდერლანდებმა დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად. ჩვენ მდგავართ იმ ხალხის გვერდით, რომელსაც სურს თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი. გარდა ამისა, ჩვენ კრიტიკულად ვართ განწყობილი იმ არჩევნების მიმართ, რომელიც ოქტომბერში გაიმართა ოდირის ანგარიშის გათვალისწინებით. ევროკავშირის მხრიდან ჩვენ მივიღეთ გარკვეული ზომები, რომლებიც ცვლის სავიზო რეჟიმს მთავრობის ოფიციალური პირებისთვის. ისინი ვერ იმგზავრებენ დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ, ასე რომ ეს არის წერტილოვანი ქმედება ჩვენი მხრიდან. გარდა ამისა, ევროკავშირის ფინანსური დახმარება აღარ წავა მთავრობასთან დაკავშირებულ აქტივობებსა და სააგენტოებზე. საქართველოში მოვლენები კარგად არ ვითარდება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ესტონეთმა წამოაყენა ინიციატივა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე. მე არ ვამბობ, რომ ეს ხვალვე მოხდება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს. იმიტომ რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს ქვეყანა მიყავს არასწორი მიმართულებით. ისინი ატყუებენ საკუთარ მოსახლეობას და ეს მიმართულება უნდა შეიცვალოს. ესტონეთი მომხრია უფრო მკაცრი ნაბიჯების. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ქართველ ხალხს. ჩვენ არ გვჯერა იმის, რასაც საქართველოს მთავრობა ამბობს. ახალი არჩევნები კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. ასე ფიქრობს ლიეტუვას პირველი დიპლომატი. საფრანგეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ლატვიისა და ესტონეთის ამავე პოზიციის შემდეგ დღეს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდებას კიდევ ორი ქვეყანა, ფინეთი და ლიეტუვა დაემატა. ეუთომ ოდირის მეშვეობით გასულ წელს გამოსცა ანგარიში არჩევნების შესახებ და ასევე რეკომენდაციებით ახალი არჩევნებისთვის. უპირველეს ყოვლისა ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რადგან ეს არ არის მისაღები ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში და მეორე, რა თქმა უნდა, რომ თუ გსურთ დარჩეთ სანდო დემოკრატიად, მაშინ უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად ისეთი არჩევნების ორგანიზებით, რომელიც ნამდვილად ითვალისწინებს ხალხის ჭეშმარიტ აზრს.
გზას. We see the reports about the Georgian people that want European future. ჩვენ გვესმის და ვხედავთ, რომ ხალხი საქართველოში, ვისაც ევროპული მომავალი სურს 50 დღეზე მეტი არაც ქუჩაში დგას. ეს ჩვენ გვავალდებულებს, რომ რეაგირება გქონდეს და შესაბამისად ვუპასუხოთ. ლიეტუვაში ჩვენ მივიღეთ შემზღუდავი ზომები და იცით, რომ სხვა ქვეყნებმაც მოგბაძეს, ეს ნაბიჯები უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გამოსავალი არსებული კრიზისიდან არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად. ახალ არჩევნებზე, როგორც უმწვავესი კრიზისიდან გამოსავალზე პირველად ისაუბრა ევროკომისარმა ევროპარლამენტის ხდომაზე. აქამდე პოლიტიკური გაერთიანების არც ერთ მაღალ ჩინოსანს განცხადება ახალ არჩევნებზე არ გაუკეთებია. ევროპარლამენტი კი რეჟიმის წინააღმდეგ აღმასრულებელი რგოლისგან უფრო გაბედულ ქმედებებს ითხოვს, რადგან მათი თქმით, სანამ ევროპა ფიქრობს, რუსეთი მოქმედებს და ქართულ ხალხს დროული და შესაბამისი მხარდაჭერა ჭირდება.